სამიანების ხმლები მოვიდა პირველივე მესიჯის სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ძალიან გულნადგენია თქვენგან, ის ახლა ებრძვის თქვენგან მიყენებულ ტრამვას, რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმედგაცრუებას, ეს არის ღალატი, იმედგაცრუება, როდესაც მოცემულობები ისეთი სცენარით არ მიდის, როგორც ეს მოსალოდნელი იყო ხოლმე. Რა თქმა უნდა, ეს ამის დადასტურებაა, შეყვარებულების არკანი სწორედ ამას ადასტურებს, რომ ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობებიდან არის გულნადგენი და ის ახლა ცდილობს, რომ თავის თავს დაეხმაროს, განკურნოს თავისი თავი და გამოვიდეს აი ამ ძალიან ტრამული სიტუაციიდან. რას ფიქრობს თქვენზე, ვერ ეშვება თქვენზე ფიქრებს, ვერ გივიწყებთ გონებიდან თქვენი ამოგდება ძალიან ძნელი არის მისი მხრიდან, ასევე ოთხიანების თასები, ადამიანი გაიჭედა სამუდამოდ ერთ მოცემულობაზე, სადაც ხდება თქვენზე გამოდმებული ფიქრი, ვერც წინ ვითარდება, ვერც წარსულში ვეღარ ბრუნდება, მაგრამ თქვენ მის გონებაში და ცნობიერში ძალიან აქტიური და მთავარი ადგილი გიკავიათ. სხვათა შორის ეს არის რაღაცა ოჯახური კავშირი, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი გაშორებულიც იყოთ ადამიანისგან და მასთან ასევე ფინანსური ენერგიები ძალიან ცუდად მუშაობენ. საერთოდ ეს არის ფინანსური ბლოკების ამსახველი სიტუაცია. მას თავისივე ნეგატიური აზრები, მენტალური პრობლემები არ აძლევს იმის საშუალებას, რომ განვითარდეს, გადადგას ნაბიჯების სამომავლოდ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არის იმპერატორი მამაკაცი, თუ მამაკაცები მიყურებთ, ეს არის იმპერატორი ქალბატონი, რომელიც არის წამყვანი პოზიციით ყოველთვის ურთიერთობებში, ხომ მისთვის მეორეხარისხოვანი როლი აბსოლუტურად მიუღებელია. საკმაოდ კარგი ცოდნით, განათლებით და манипуляციის უნარებით წარმოდგენილი ეს ადამიანი ძალიან არასასურველი სიტუაციების წინაშე დადგა ბოლო პერიოდში, ეს არის ფინანსური ენერგიების გადინება. ეს დიდი ალბათობით გადადგმული არის სასიყვარულო ურთიერთობებზეც, ვინაიდან ყოველთვის ფინანსური ენერგია ისე არ უარესდება ხოლმე თუ პარტნიორულ ურთიერთობაშიც არ არის პრობლემა. ამ შემთხვევაში ადამიანი ცდილობს, რომ დაიცვას საზღვრები, ვინაიდან აი დაიღალა ამ სიტუაციით, ხო, როდესაც მუდმივი გულის ტკივილია მის წინაშე, მუდმივი პროტესტები, კითხვები თუ რატომ ზოგჯერ სხვათა შორის ადამიანი არ უკვირდება ხოლმე თვითონ რა გააკეთა ადამიანის მიმართულებით და რატომ მიიღო კონკრეტული ეს დამოკიდებულება, რაც მიიღო, ხო? ამაზე არის უკვე პრობლემა. კი ბატონო, აი იმედიც კი აღარ აქვს, რომ სიტუაცია თქვენთან მიმართებაში გამოსწორდება, თქვენ დიდი ალბათობით ამ ადამიანთან არ გაქვთ ურთიერთობა ახლა აქტიურ პოზიციებზე, მაგრამ ერთის მხრივ არ აქვს იმედი, რომ თქვენ დაბრუნდებით, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც რაღაც ყოყმანის მომენტი არის, ხო არ ვიმოქმედო რაღაცა, რომ დავაბრუნო ადამიანი, აი მზად არის ეს, რომ გადავიდეს აქტიურ პოზიციაზე თქვენს დასაბრუნებლად, იმიტომ რომ თქვენ ხართ იმპერატორი ქალები, თუ მამაკაცები მიყურებთ ანალოგიური სიუხის ნაყოფიერების ენერგიებით წარმოდგენილი მამაკაცები ხართ და მისთვის ძალიან სასურველია ეს ყველაფერი. არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულად რაიმე მოქმედებას კონდეს მისი მხრიდან ადგილი. შეიძლება იყოს უბრალოდ SMS-ის მოწერაც კი, ანუ სხვა ნომრიდან რაღაც ისე, უბრალოდ თქვენი ხმა გაიგონოს. ესეც მისთვის უკვე არ არის ცუდი. თუმცა, როგორც კი აი ამაზე ფიქრობს, რომ გადადგას ნაბიჯი, ეგრევე ახლდება ეს ტრამვა, რაც თქვენ გაკავშირებთ, ეს არის ძალიან ნეგატიური თემატიკის მოვლენა, რაც თქვენ შეგემთხვათ თქვენ ორს და ადამიანი ჩაიგედა. ადამიანი ვეღარ მოქმედებს, იმიტომ რომ როდესაც თქვენზე ფიქრი მოდის, ეგრევე მწვავდება ეს ტრამვა, რაც არ არის ძალიან ახლო წარსულის ამბავი, ეს საკმაოდ ისეთი დიდი ხნის ამბავია და თითქოს იღბალიც კი დასრულდა მის რეალობაში. აი ესეთი განწყობით არის ადამიანი, всё, რაღაცა დასრულდა ის, რაც ეგონა გამართლება ცხოვრებისეულად. დასრულდა და მან მოიტანა სწორედ ესეთი მენტალური პრობლემები, რომელიც რა დროს გამოვა ხოლმე სააშკარაოზე ძალიან ძნელად თუ გათვლის ამას ადამიანი, ვინაიდან ძალიან რთულია ამდენ ნეგატივს გაუმკლავდეს ადამიანი გარეგნულად და სოციალურ ქსელებში, შეიძლება ძალიან ბედნიერი ჩანდეს ადამიანი, მაგრამ შინაგანში რა ხდება? ეგ არის ყველაზე მთავარი. შეყვარებულები დაბრუნდა ჩვენთან, რა ხდება აი აქ?
ბატონო, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ვერ ახერხებს განვითარებას, ეს მესიჯი ორჯერ დატრიალდა. ანუ ეს არის უდაოდ ასეთ შემოკარგებო, ამაში ორი აზრი არ არის, რომ მას რაღაცნაირად გულის ტკივა. თუმცა მისი მხრიდან შესაძლოა ადგილი ქონოდა ზედაპირულ დამოკიდებულებას. ეს არის ფლირტის მოყვარული ადამიანი, მუდმივი აღიარება სჭირდება მას სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ იგრძნოს თავი რაღაცა და ცხოვრებაში. ესეთი ადამიანია თვითონ. თავისი ხელით იქმნის ასეთ სახეს თითქოს და თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ გამოჩნდეს ძალიან მაგარი, ძალიან მიმზიდველი, ძალიან შარმით მოსული ადამიანი, ხო, შთამბეჭდავი, როდესაც ადამიანი შთაბეჭდილებებს ახდენს სხვადასხვა გარშემომყოფებზე. ეს თავისი ხელით ქმნის ამ ყველაფერს, აი აქვს რაღაც ისეთი, რომ ძნელია დავიწყება თქვენი მხრიდანაც კი. თუმცა ამ ეტაპზე ურთიერთობა არ გაქვთ, განდეგილის ენერგიები მოვიდა, აქ თქვენ ხართ დისტანცირებული ერთმანეთისგან. რეალურად თქვენ შეიძლება იყოთ თვითკმარ ენერგიებში გადასული, თუმცა სულად არ გაჟღერდებოდა ეს ყველაფერი და რას ვეხებით აი აქ. ცნობიერში თქვენს გაგიელვებთ ხოლმე მის შესახებ ფიქრები და იმედიც კი გაქვთ რაღაც გარკვეულწილად, რომ შეიძლება დაბრუნდეს ეს ადამიანი თქვენს რეალობაში და უარსაც არ იტყოდით, აი ძალიანაც ელოდებით ზოგჯერ მის დაბრუნებას. და რატომ ელოდებით, ახლა საინტერესოა. გინდათ რომ რაღაცა ახალი დაიწყოს თქვენს რეალობაში, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული ახალი ამბავი გაიგოთ ძალიან ახლო მომავალში. თქვენ ძალიან დიდი რესურსი გაქვთ ჩადებული ამ ადამიანის მიმართულებით, რაც დიდი ალბათობით უკან ვერ მიიღეთ და იმიტომაც ელოდებით. ადამიანი ხო გულნატკენია და აი ამას გრძნობს ძალიან არსებითად, მაგრამ თქვენ მაინც ელოდებით. იმიტომ რომ ეს არის ადამიანის ბუნებრივი უნარი, როდესაც უნდა თავის მიერ გაღებული წვლილის დაფასება და რაღაცის უკან მიღება, რაც დიდი ალბათობით ამ შემთხვევაში საერთოდ არ მოხდება. ეს მოლოდინი დაუსრულებელი ხდება სწორედ აქედან გამომდინარე. აქ სხვა რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. სხვათა შორის აი ბუმერანგის პრინციპით ადამიანმა შეიძლება დაიმსახუროს ეს ყველაფერი, რაც თქვენი მიმართულებით არ დააფასა, ანალოგიურად დაუბრუნდა და რაც შეგეხებათ თქვენი საზღვრები ახლა ძალიან მკაფიო არის და მყარი იშვიათად რომ ის ვინმე გადმოლახოს ამიერიდან, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგი გაკვეთილი მიიღეთ, როგორც თქვენ, ისევე მან. ოჯახური კავშირი იკვეთება აქ ზოგიერთის შემთხვევაში, როდესაც ადამიანები უნდა მუშაობდნენ ერთი საერთო ინტერესის გარშემო, მაგრამ აქ თქვენ შემთხვევაში ყველა ცალ-ცალკე იყავით, თქვენ თქვენი ინტერესისთვის მუშაობდით, ის თავისი ინტერესისთვის მუშაობდა, აქ დროის და ყურადღების ნაკლებობად შეიძლება იყოს ასევე ფინანსური სიუხვის მოსაზიდად შეიძლება ძალიან გადაერთეთ ორივე და უკვე ერთმანეთისთვის დრო აღარ გქონდათ რეალურად და თქვენ თავში ჩაიკეტეთ საბოლოოდ აი ამ სიტუაციამდე მიხვედით. აქ ოჯახს ვეხებით, დაგიდასტურებთ კიდევ ერთხელ, ათიანების პენტაკლები დაბრუნდა, თქვენ გიჭირთ მოქმედება ამ ადამიანის მიმართულებით. გეშინიათ ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ანალოგიური სცენარი არ დატრიალდეს. აქ მისი მხრიდანაც არაერთხელ ყოფილა სხვათა შორის იმედგაცრუება თქვენთვის. აქ კონკრეტულად გულისხმობ ღალატს ან არასაჭირო ადამიანების ჩართულობას ურთიერთობაში, რაც ნამდვილად ზედმეტია ხოლმე კონკრეტულ შემთხვევებში. რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი? ძალიან საინტერესოა, დამატებით კიდევ. ფიქრობს, რომ ხართ საკმაოდ ნაყოფიერი, ეს ზემოთაც აღვნიშნე და ელოდება, რომ თქვენ გადადგავთ ნაბიჯებს მისკენ, იმიტომ რომ თვითონ არის ძალიან გულნატკენი.
რა მოიმოქმედეთ ასეთი, რომ ადამიანს გული დაუჩეხეთ ნაწილებად შემოძვირფასო, არ ვიცი. თუმცა გელოდებათ იმისთვის, რომ სამაგიეროს გადახდა განახორციელოს, ანუ როგორ გაბედეთ ესეთ ადამიანთან საერთოდ რაიმე ხო, ესეთი აზროვნების ადამიანი. თუმცა როგორც კი რაღაც სამაგიეროს გადაგიხდით, ეგრევე აცნობიერებს, რომ თქვენ ხართ რეალურად ერთი ინტერესისთვის შექმნილი, შეიძლება კარმოწყვილებსაც ვეხებოდი ამ შემთხვევაში, სამაგიეროს გადახდა მისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განკურნოს თავისივე თავი. აი ესეთი ადამიანია, მინდა გითხრათ, ესეთი ტიპია, რომ აუცილებლად უნდა სამაგიერო თუ არ გადაიხადა, ისე ვერ მოისვენებს, ესე ვთქვათ, სიმშვიდეს ვერ პოვებს სხვა მხრივ. და არც კი ცდილობს ახლა რომ საერთოდ თქვენთან დაბრუნდეს. თავისი ქმედებები აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ხორციელდება და არა იმისკენ რომ თქვენთან დაბრუნდეს, თქვენთან რაიმე იმოქმედოს. არა, აქ უფრო სხვა მოცემულობები არის მნიშვნელოვანი მისთვის. არც კი ფიქრობს იმდენად რომ იმოქმედოს. იმიტომ რომ თქვენ გელოდებათ. სავარაუდოდ წარსულში გქონათ ეს პრაქტიკა, რომ თქვენ გადადგით ნაბიჯი არაერთხელ და ის მიეჩვია ამას. ძალიან აგრესიულ და დესტრუქციულ ენერგიებს ებრძვის ახლა ის, თან უნდა, თან არ უნდა თქვენთან, მაგრამ აი თქვენი დავიწყება ძალიან რთულია ესე ერთი ხელისაღებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრავმა გაკავშირებთ ამ ადამიანთან. ის ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერ განეკურნება ამ სიტუაციიდან. შეიძლება შეეცადოს იმას, რომ წამოდგეს ფეხზე თავიდან დაიწყოს ახალი ცხოვრება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ესეთი უხვად მოდის თქვენზე ფიქრები, გრძნობები, ემოციები, რას გრძნობს თქვენი მიმართულებით. თითქოს ნახეთ რა სიტუაციაა წარსულში, მაინც გეძებთ, შეიძლება სხვადასხვა ახალგაცნობილ ადამიანებშიც კი თქვენ გეძებდეთ. იმიტომ რომ თქვენ გქონდათ რაღაც მაგიური და ამოუცნობი ენერგიები, რაც ძალიან იზიდავდა მას და ამ ყველაფრის განმეორება აწმყოში ან მომავალში ძალიან იშვიათია და თითქმის შეუძლებელიც არის. ამიტომაც ის იყურება მუდამ თქვენი მიმართულებით წარსულში. ძალიან კარგი ფინანსური პოტენციალი გაქვთ თქვენს შემთხვევაში, ეს არის პენტაკლების დედოფალი, ფინანსური და მატერიალური სიუხვე, ბარაკა, შემოსავალი. რაღაც ადამიანის მხრიდან არ მოხდა ენერგიების თანხვედრა თქვენი ერთად ყოფნის პერიოდში. საერთოდ სხვა ინტერესები ჰქონდა ადამიანს, საერთოდ სხვა ინტერესები ჰქონდათ თქვენ. და ამ შემთხვევაში შეიძლება ორივე პარტნიორში მოხდეს ცნობიერის გახსნა, რაღაცაზე დაფიქრდეთ და უკვე ცივილურად იაზროვნოთ, იფიქროთ და იმოქმედოთ, ხო? აი, თქვენ შემთხვევაში რა არის მოსალოდნელი ამ ადამიანის მხრიდან? ვერ ახერხებს ის, რომ განეკურნოს, ძალიან საინტერესოა, ხო? ვერ ახერხებს ადამიანი, რომ საკუთარი თავი განკურნოს და განკურნების პროცესი გარდაიქმნება ჩაკეტილობის მომენტად, იმიტომ რომ აწი მისი ემოციები, გრძნობები იქნება ჩაკეტილი, ეს აღარ განმეორდება. ის ძალიან აკონტროლებს თავის გრძნობებს, იმისთვის, რომ კიდევ ხელახლა აღარ ადგინოთ გული თქვენ ან სხვა ადამიანმა. თუმცა თვითონ როგორც ადამიანი გახლავთ კვერთხების მეფე, მაკონტროლებელი პირი ურთიერთობაში წამყვანი, აუცილებლად უნდა გისგიზებდეს ურთიერთობაში პირველი წამყვანი პოზიცია მოკლედ აქ არის გადამწყვეტი იმისთვის, როგორც ის სიტყვის ისე უნდა იყოს, ხო სწორია თუ არა სწორია, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ფინანსური პოტენციალი სხვათა შორის ამ ეტაპზე ამჟამად მასთან იმდენად ცუდი არ არის, როგორც ზემოთ გამოჩნდა, შეიძლება ეს იყოს რაღაც ილუზორული, ვითომ არა გვაქვს, ვითომ ცუდად ვართ, მაგრამ რეალურად ანუ მოგუჩებულ ვარიანტში ძალიან კარგად მოდის ფინანსები მასთან და ასევე თავისი ცხოვრება რა მიმართულებითაც უნდა მას ისე ვითარდება, არ ვეხებით ამ შემთხვევაში პირადზე შეიძლება იყოს სამსახური, კარიერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირადზე უკვე ვისაუბრეთ ამავდროულად შიშები მის რეალობაში, რომელიც თავს არ ანაბებს, იმიტომ რომ გაცილებით დიდი ზომის არის ეს შიშები, ვიდრე ის პოზიტიური მოვლენები, რაც მის ცხოვრებაში ამჟამად მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს არის ასევე ძალიან სწრაფი ცვალებადობა, შეიძლება დღეს ასეთი იყოს, ხვალ ისეთი იყოს,
ფორმა სიცვლის ძალიან სწრაფად გარემოებების და მიხედვით. ესეც არ არის ჯანსაღი მიდგომა, იმიტომ რომ ესეთი მერყეობაც ნამდვილად არ არის მისასალმებელი, ასე ვთქვათ. ფინანსური პოტენციალი, რაღაც ახალი შეიძლება მეთოდები აღმოაჩინა მან, რომ მიიღოს ფინანსური სარგებელი, ხო? თავისი საქმიანობიდან ცდილობს ადამიანი, რომ თავისი ტკივილი გარდაქმნას თავის ძალად და ახლა უკვე მათი, ასე ვთქვათ, რეალიზება მოახდინოს ფინანსური მიმართულებით. ხო, პირადი ჩემი არ არის, მოდი ფინანსებზე გადავიდეთ. აი, ესეთი მიდგომები წამოვიდა. კი ბატონო, ამასაც დაგიდასტურებთ. ასევე იყო თქვენს ურთიერთობაში კონკრეტული ადამიანების ნეგატიური საუბრები, ნეგატიური ჩართულობა, თუმცა აი ამათაც კი აღარ უსმენს უკვე იმ დონეზე გაბეზრებული ამ ყველაფრით და ცდილობს რომ ყოველი დღე იყოს ახალი მის ცხოვრებაში, როგორც სულს ხო იცით რომ არ ადარდებს არაფერი მნიშვნელოვანი, ასევე ცდილობს რომ მას აღარ ადარდებდეს ის თავის ტკივილი, შიშები და ნეგატიური ემოციები, რაც ახლა მის გულში რეალურად არსებობს. კარგი, თუ მოიმოქმედებს რაიმეს თქვენთან მიმართებაში? Როგორი მომენტია, ხო გეუბნებით ადამიანი მიჩვეულია რომ თვითონ იჯდეს, იმიტომ რომ ის არის კვერთხების დედოფლის ენერგიებით ადამიანი, თვითონ უნდა იჯდეს და ყველაფერი უნდა მოდიოდეს მასთან წყალებით თავისით, რაც მისია ისედაც მოვა მასთან, ეს არის მისი მიდგომა. თუმცა აქ გამოიკვეთა კონკრეტულად დაბალი თვითშეფასება, რაღაც ისეთი მოხდა თქვენ შორის, რამაც ადამიანს დაუგდო თვითშეფასება და ის უკვე ეჭვებით განაწყო საკუთარი თავის მიმართაც. თუმცა სამომავლო პერსპექტივაში ძალიან გელოდებათ, რომ თქვენ გადახვალთ, ასე ვთქვათ, აქტიურ პოზიციაზე, ნახეთ. ძალიან გელოდებათ, რომ თქვენ გადახვიდეთ აქტიურ პოზიციაზე. არ ვიცი, აი, დაუშვათ თქვენ რომ მიწეროთ მას, ან დაეკონტაქტოთ, რამდენად სწორია ეს. შეიძლება ცუდი იდეა არ იყოს ამ შემთხვევაში, მე სულ გირჩევთ ხოლმე რომ ასე ვთქვათ საკუთარი თავის ფასი ვიცოდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანთან კონტაქტზე გასვლა არ არის ცუდი ვარიანტი. იმიტომ რომ თქვენ ასევე ეს გაწუხებთ, ის მოცემულობები დაგისრულდებათ, ამით და ბოლო-ბოლო გაიგებთ დაელაპარაკებით მინიმუმ ადამიანს. თუმცა აქ არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტული ტყუილების გათამაშებებს, სცენარებს გქონდეს ადგილი, რაც თქვენთვის ნაკლებად სასურველია ამ შემთხვევაში. შეიძლება იმედგაცრუებაც მოყვეს ამ ყველაფერს, თუმცა იმას მაინც აღარ იტყვით, რომ მეცა და ნეტა რა იქნებოდა. კი ბატონო, იმედის მომცემი სიტუაცია, აი თქვენი შემთხვევა არ არის რადიკალურად ნეგატიური ასპექტის ნაწილი, რაც შეეხება თქვენი მხრიდან. ხო გეუბნებით, თუ გაქვთ ამის სურვილი, ნამდვილად დაეკონტაქტეთ ადამიანს, თუ არა გაქვთ მისი სურვილი, ნუ დაეკონტაქტებით. აქ აბსოლუტურად თქვენს კეთილნებაზე ხართ დამოკიდებული. თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ ჩადებული, როგორც უგითხარით ამ ადამიანის მიმართულებით და თავი რაღაცნაირად სამყაროს ცენტრი აგრძნობინეთ. მაგრამ, როდესაც თქვენ ეს მომენტი და ეს მდგომარეობა დაასრულეთ, სწორედ ამან გამოიწვია მასში ძალიან დიდი აგრესია და უკმაყოფილება. თქვენ თვითონვე შექმენით მდგომარეობა, რაც თქვენი ხელით დაასრულეთ, ან ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ თავისით დასრულდა ეს ყველაფერი, ხო? ეხლა რა ხდება მის პირადში, ვინმე ხომ არ არის სხვა ადამიანი. მის რეალობაში სხვა ადამიანი ფიზიკურად არ არის შემოკარგება, იმიტომ რომ მისი საზღვრები იმდენად მკაფიოდ არის დაცული, რომ ურთიერთობების მიმართულება მისთვის ჩათვალეთ, რომ ჩაკეტილია მინიმუმ აქ მენტალური ტრავმები გამოიკვეთა, ის მარტოობაში ცდილობს, რომ გაუმკლავდეს აი ამ ტრავმებს. სხვა ადამიანი ნამდვილად არ არის ახლა მის რეალობაში. ის მარტოა. და რჩევა სამყაროსგან თქვენთვის ძალიან მალე ხდება თქვენს რეალობაში კონკრეტული ამბავი და სამომავლო პერსპექტივა იგულისხმება, აი აქ ეს არ არის ამ კვირაში დიდი ალბათობით, ცოტა უფრო ხანგრძლივი პერიოდი უნდა მისცეთ ამ ამბის დადგომას და რაც შეეხება იმას, რომ თქვენი ჩადებული ღვაწლი ამ ადამიანთან მიმართებაში გეგონათ ფუჭად დახარჯული,
აუცილებლად ნახავთ ამ ყველაფრის შედეგებს თქვენს რეალობაში. რა სახით გამოჩნდება ეს შედეგები? ფინანსური სიუხვის სახით მოდის თქვენთან. თქვენს მიერ გაღებული წვლილი ამ ადამიანთან მიმართებაში ფინანსური სახით რეზონირდება ეს ყველაფერი. მიხვდით ხო რაზე ვსაუბრობ აქ? ნამდვილად კიდევ მესამე დადასტურება ამ ყველაფერს. ფინანსური ენერგიები სტაბილურდება თქვენთან, ასე რომ თქვენს მიერ გაწეული ეს ამდენი ღვაწლი ამ ადამიანის მიმართ რეზონირდება თქვენთან ბუმერანგის პრინციპით, ფინანსების სახით. თვითონ ადამიანი თუ დაბრუნდება მაინტერესებს თავისი ნებასურვილით. ძალიან დიდ პროტესტებში არის ჩახარშული ეს ადამიანი პირდაპირ გეუბნებით, რომ ძალიან გაუჭირდება მას ეს ყველაფერი. აი ხო ხვდებით, ვერ დგავს ნაბიჯებს, იმიტომ რომ თქვენზე გაფიქრებაც კი მას აბრუნებს წარსულ ტრამვებში. დიდი ალბათობით არ უნდა ელოდეთ მისგან შეხმიანებას, დროებით მომავალ ძალიან საინტერესო გაშლამდე.